19 ოქტომბერი იყო. კაცხის მაცხოვრის ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია დილიდან ხალხს ვერ იტევდა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სხვა დღეების მსგავსად დილით 10 საათზე დაიწყო. წირვა მეუფე დანიელმა, მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე მიქაელმა აღავლინა. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, დიდ დღესასწაულს, კაცხის მაცხოვრის 1000 წლის თავს, ულოცავ ჩემ ქალაქს და სრულიად საქართველოს. დიდი დღესასწაულია დღეს კაცხში. აქ ბრძანდებიან მეუფეები. მერთო მშვიდობა მოგცე და სიკეთე მოგცეთ. გილოცავს კიდევ ერთხელ. მადლობელი ვარ უფალმა მეღვთისმშობლის გამოცხადებით ვარ ამ ტაძარში. მიყვანა აქამდე მასწავლა გზა საით უნდა წავსულიყავი და მის მერე ვდგავარ, ლოცულობ და ვევედრები ჩემი ქვეყნისათვის, ჩემი ერისათვის, ჩვენი ოჯახების და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. კაცხის 1000 წლის თავია, ასევე ჭიათურა 128 წლის გახდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც კაცხელი ვარ და რა ვიცი, ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ. წირვას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 10 საუკუნეს არ არის პატარა პერიოდი და რამხელა ცხოვრება გამოიარა, რამხელა პერიოდი გამოიარა და უამრავი ჟამთა შარაგზამ გადაიარა ფაქტიურად მის არსებობის მანძილზე. იყო პერიოდები, როცა ტაძარი თავის ფუნქციონირებას ვეღარ აგრძელებდა, მაგრამ ისევ ჩვენმა რწმენა, ქართველების ერთსრულებმა, ჩვენმა ერთად ყოფნა კვლავ აღადგინა და დღესაც ამაყად დგას და ფუნქციონირებს ეს ტაძარი. ვთხოვთ უფალს, რომ სწორედ დღევანდელი დღე ყოფილიყოს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, გაძლიერების და ფეხზე დაყენების პერიოდი. მართლაც არაჩვეულებრივი დღეა და ულოცავ ყველა ჭიათურას და სრულიად საქართველოს. 1000 წლის გადასახედი თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ მართლმადიდებელს, ჩვენი რაიონის მკვიდრს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ის რაც ბრძოლის შრომით მოიტანა ჩვენმა წინაპარმა, ის რაც ასე რუდუნებით და ასეთი წესით, ცხოვრების წესით ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ სამშობლოს, ჩვენც არ უნდა დავხაროთ ის დროშა, რომელიც საქართველოს ბედნიერებას, საქართველოს სიძლიერეს და გამარჯვებას მოუტანს. ჭიათურლებს მიულოცავ დღევანდელ ჭიათურობას, მიულოცავ დღევანდელ საუკუნოვან იუბილეს კაცხის ეკლესიისას. მინდა რომ ეს სულიერება, რომელიც დღეს უფევს ჭიათურაში და მთელ ჭიათურლებში გაგრძელდეს ათეული, ასეული წლები, საუკუნეები და ერთმუშტად, ერთგუნდად ყოფილიყო შეკრული. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივები სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილ იმერულ ეზოებში მასპინძლობდნენ. წარმოდგენილი იყო საინტერესო ფოტოგამოფენები. მოვიძიეთ სოფელში არსებული ძველი ნივთები, აი შეგიძლიათ ნახოთ ჩემო ბატონო, აი აქ ყველაფერი და რა ვიცი, მოვაწყეთ ასეთი კუთხე, ველოდებით სტუმრებს. ჩვენი თაობა ბედნიერია, რომ ამ დიდ თარიღს მოესწრო. დღეს ზეიმობს არამარტო ჭიათურა და არამარტო კაცხი, ზეიმობს სრულიად საქართველო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ შესანიშნავი ჩვენი გმირის შმაგი კუპატაძის სტენდი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაამთავრა ღვთორის საჯარო სკოლა და გმირულად დაეცა შინდისთან ბრძოლაში. მრევლი დღესასწაულს დღის ბოლომდე ზეიმობდა. იხდება არაყიფშენივრად სტუმრებისთვის. მოვასტუმრები, გავასინჯებთ, აი უკვე ივსება ბანკები და უდიდესი ზეიმი გვაქვს მთელს იმერეთში და ჭიათურის რაიონში, კაცხის ტაძრის 1000 წლისთავი და სიმბოლურად დაემთხვა ჩვენს ქალაქის დღესასწაულს, ჭიათურლობას. ეს დღე დაუვიწყარი დღე ჩვენს ცხოვრებაში და ეს ტრადიცია გაგრძელდება. მინდა რომ ყველა ჭიათურელს ბედნიერს ხედავდე. სრულიად საქართველოს ჩვენ ქალაქს ჩვენ თანაქალაქის ფარავდეს კაცხის ეკლესიის ძალდამალი. პარალელურად პარაკლისი აღევლინა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძართან, საიდანაც მრევლმა ფეხით მსვლელობით მაცხოვრის ხატით ხელში კაცხის მაცხოვრის შობის ტაძართან გადაინაცვლა. ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენი სოფლისათვის, დიდი მადლი გადმოვიდა ჩვენ სოფელზე. 10 საუკუნის იუბილე აღინიშნება ჩვენი ტაძრის, გილოცავთ ყველას. მინდა ყველა მრევლს რომ მიულოცო ეს დღესასწაული და ეს არის ყველა მართლმადიდებლური სამყაროსათვის უდიდესი დღესასწაული და ყველას გილოცავთ. დღის ბოლოს მეუფე დანიელმა იქადაგა და საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჭიათურისთვის, ზემოიმერეთისთვის და მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეს ტაძარი არის სიმბოლო
გამთლიანებული საქართველოსი, გაბრწყინებული საქართველოსი. ეს ააშენეს იმ ადამიანებმა, ვინც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს თლიანობას, საქართველოს გაბრწყინებას. ამიტომ ამ ტაძარში ლოცვა ნიშნავს აღდგენას იმ ტრადიციებისა, რომელიც ჰქონდა ჩვენს ერთ საუკეთესო ტრადიციებისა. ამ ტაძარმა მოანიჭა ზემოიმერეთს, გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება და აი ამ სულელობით გამოვხატეთ, ვადიდეთ უფალი და საოცარი ნიშანი მივიღეთ უფლისაგან. ეს არის ცისარტყელა, რამე თუ ბიბლიაში წერია, რომ როდესაც დამთავრდა წარღვნა, გამოჩნდა ცისარტყელა, როგორც სიმბოლო ღვთის კურთხევისა, მშვიდობისა და წყალობისა. როცა ჩვენ ვზეიმობთ ერთი ტაძრის 1000 წლის თავს, მაცხოვრის ტაძრის 1000 წლის თავს, აქვე გავიხედავთ მარჯვნივ და ვხედავთ კაცხის სვეტს. კაცმა არ იცის 1000 წლის ტაძარი დგას აქ და 1000 წლის იქით რა იყო. აი კაცხის სვეტი არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ღმერთმა გააძლიერო საქართველო ისე, რომ აი 3000 წლისავე რო იქნება, 4000, 5000 წლისავე რო იქნება, ჩვენ ნაშიერს, ჩვენ მოდგმას, ჩვენ მომავალს ეთქვას, რომ აი ჩვენმა წინაპარმა გადმოგცა დაგვიტოვა ჩვენ აი ეს ტაძარი ნიშნად იმისა, რომ უწყვეტი სულიერი კავშირი არსებობს წინაპრებსა და ახალ თაობას შორის. ასეთი იყო 19 ოქტომბერი, დღე, რომელმაც საერო და სასულიერო დღესასწაული გააერთიანა.